მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გავაკეთებ ასეთ გაშლას, რა მესიჯი აქვთ თქვენს წინაპრებს თქვენთვის. ნახოთ, რისი თქმა სურთ თქვენს წინაპრებს თქვენთვის. გაშლას გავაკეთებ ორი დასტით, ჭიკოლის და ხელების დაღმას ექვია, hold of hand. მოკლედ დავიწყებ გაშლას. რა სურს, რისი თქმა სურს? ჩავს. მოკლედ რისი თქმა სურს და იცით როგორ სიტუაციაში იმყოფებით, რაც ტრანსფორმაცია გეწყებათ. უკვე დრო არის, რომ ტრანსფორმაცია განიცადოთ. რაც გარდატეხა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რაღაც უნდა შეცვალოთ. გაფრთხილებენ, რომ ძალიან გადაღლილი ხართ. დროა რაღაცა შეცვალოთ, დროა ზედმეტი, არა მარტო ხალხი მოიშოროთ თქვენს გარშემო, რომლებიც ტოქსიკურები არიან, არამედ თვითონ სახლშიც მოიშოროთ რამე ნივთები, რომლებიც მათ უკვე თავის დრო მოჭამა და დროა რომ გადაყაროთ, იმისთვის რომ ახალი შემოვიდეს რამე, ამასაც გაფრთხილებენ. გაფრთხილებენ კიდევ იმას, რომ კლასიკური ტაროსგან განსხვავებით, მე-13 არკანის განსხვავებით, ამ დასტაში ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გადაღლილი ხართ და აუცილებელია მეტი დაისვენოთ, გადაერთოთ სხვა რამეზე. ნამეტანი კონცენტრირებული ხართ შრომაზე, ნამეტანი კონცენტრირებული ხართ მატერიალურ სფეროზე, ურთიერთობას რაც შეეხება, თუ ურთიერთობაში ხართ, დაგვირით აგერ გოგონას ვაშლი აქვს, მოკვეჩილი ვაშლი, ანუ რას ნიშნავს ეს? თქვენს ურთიერთობაში არის ვიღაცა მესამე პირი, რომელიც ასე თუ ისე აფუჭებს თქვენს ურთიერთობას, ერევა, ცხვირს ყოფს. შეიძლება ეს იყოს მეგობარი, შეიძლება ეს იყოს ნათესავი, მეუღლის მხრიდან, ანუ საკუთარი ნათესავი, ან მეზობელი, არ აქვს მნიშვნელობა, ან უბრალოდ ურთიერთობაში მესამე ვიღაც სამკუთხედი შეიძლება იყოს ვიღაც სხვა ქალბატონი ან მამაკაცი, რომელიც ერევა თქვენს საქმეში. ამას გაფრთხილებთ თქვენი წინაპრები, რომ დროა ჩაუღრმავდეთ, გააკეთოთ ღრმა ანალიზი, რომ მოახდინოთ ტრანსფორმაცია. თან გეუბნებიან, რომ იჩქარე, რაც შეიძლება სწრაფად, წადით ამ სიტუაციიდან, სწრაფად შეცვალეთ მიმართულება. ეს კარტი ამოდის კიდე ისეთ ადამიანებზე, ვისაც ძალიან უყვარს ტკბილეულობა, გაფრთხილებენ, რომ ნაკლები ტკბილეულობა, გაეკეცით ტკბილეულობას, აკონტროლეთ თქვენი შაქარი, ყოველთვის გქონდეთ ნორმაში, ეცადეთ ღამე კვებას გადაეჩვიოთ, ზოგს აქვს ეს საჯარო გაშლა და ზოგს ახასიათებს ღამე კვება. ქართულად როგორ თქვა, პირიდანი, ანუ ზედმეტ კვებას ეწერიდეთ. ასევე ორი დასტა ერთად მიუნიშნებს იმას, რომ
თქვენ ხშირად რაღაცით იწამლებით. რაღაცა შეჭამთ, მაშინვე იწამლებით. ესე იგი, თქვენი ღვიძლი, ნაღველი შეიძლება ითქვას, ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად, ამიტომაც აუცილებელია რაღაც საკვებისგან, რაღაც პროდუქტებისგან თავი შეიკავოთ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ზოგადად ნახველს და ღვიძლს აზიანებს წყენები და ბოღმაც, იმიტომ რომ ნებისმიერი ემოცია არის ფსიქოსომატური ხასიათის, რაღაცაზე გაბრაზდები, ზიანდება ნაღველი, ღვიძლი, ამიტომაც აუცილებელია ორგანიზმის ხშირი გაწმენდა. ან ამოიღოთ რაციონიდან ისაკვები, რომელიც გწყენთ. პირველ რიგში აუცილებელია გონება გაათავისუფლოთ და გული წყენებისგან აუცილებელია, ამას ტრანსფორმაცია ითხოვს. ეს არკანი კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი ენერგეტიკაც გასაწმენდია. რაღაც გარშემოყოფები არიან ტოქსიკური ადამიანები. ერთისგან რაღაც შეიძლება ელემენტარულად ვიღაცამ რაღაც შეგაქოთ, ან კომპლიმენტი გითხრათ, ან რაღაც ისეთი გითხრათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა გულით გითხრათ, ეს შეიძლება თვითონაც ვერ გრძნობდეს და რაღაცა შურის მარცვალი დაიბადოს მასში და ეს შურიც სხვათაშორის ნეგატიური ენერგეტიკაა და ადამიანს უტყავს ჩაკრებზე, იბლოკება. შეიძლება რომ ყველაზე სუსტი წერტილი, ყველაზე სუსტი ორგანო იბლოკება და დასაბალანსებელი გაქვთ ეს ყველაფერი. ამისთვის საჭიროა წმენდა, ენერგეტიკული წმენდაც. ეს ამასაც მოიაზრებს. სახლიც გაწმინდეთ ენერგეტიკულად, ზედმეტი ნივთები მოიცილეთ. სახლში როდესაც მოშორებულია ზედმეტი ნივთები, გონებაც უკეთესად ასრულებს, თქვენი ენერგეტიკაც მდგრადია. ასე რომ, კარგი იქნება თუ კი თქვენს ოთახში, სადაც იძინებთ, მარილიან წყალს დადგავთ, მეორე დღეს გადააქცევთ ჩვეულებრივ გამდინარე წყალს, გაატანთ ამ ყველაფერს და ამას ჩვევაში გადააქცევთ. ამ თვისებას ყოველდღე გააკეთეთ ეს. ძირით ძალიან შვიდი გექნებათ, არ გექნებათ კოშმარი და ენერგეტიკულად განიწმინდებით. შემდეგ უკვე შეგიძლიათ ხოლმე 7 დღით დადგათ უკვე თავიდან, ახლა გესაჭირო რომ ყოველდღე გააკეთოთ ეს პატარა რიტუალი, გამწმენდი რიტუალი. ხო, სად გავჩერდი ახლა რჩევებზე გადავედი, რას გვეუბნებიან კიდე ჩვენი წინაპრები, რას გვეუბნებიან გავაგრძელოთ ახლა. კი, აქაც ჩანს, რომ გიყვართ ძალიან კბილეულობა. გეუბნებიან იმას, რომ რაღაცა ტრავმაც გაქვთ მიღებული. არ ვიცი, ეს ტრავმა შეიძლება იყოს სულიერი ტრავმა, ან პირდაპირ მნიშვნელობით ხმლების ტუზი ამოვიდა, ეს ქირურგიულ ჯარევასაც ნიშნავს, ფიზიკურ ტრავმასაც ნიშნავს, სულიერ ტრავმასაც ნიშნავს. ხო და ყურადღება მიაქციეთ თქვენს ორგანიზმს, აუცილებლად. კი, შიშებიც გაქვთ, სხვადასხვა შიშები, ნებისმიერი სახის შიში, ესეც ენერგეტიკული დარტყმა, ნეგატიური ენერგია. ყოველთვის ეცადეთ გაუმკლავდეთ თქვენ შიშებს და გადალახოთ ნაბიჯი. გადადგათ ნაბიჯი, გადალახოთ რაიმე ბარიერი ამ შიშის
და მერე თქვენ მიხვდებით თუ რამდენად ძლიერი ხართ, თუ ყველაფრის დამარცხება შეგიძლიათ, მოკლედ ამას გვეუბნებიან თქვენი წინაპრები. კი, ანალოგიური კარტი ამოვიდა, აქაც სისწრაფეს მოითხოვენ, აქაც სისწრაფეს. ჩქარა იმოქმედე რაღაც. ჩქარა რაღაცას, თითქოს რაღაცას გაასწარი, გადი ამ სიტუაციიდან და ხო, ეხლა მოხდი რასაც საუბრობენ. მოკლედ ეს გულის ტკივილი, აქაც რო ამოვიდა, ტრავმა, ხო მოხდი ეს ტრავმა არის შეიძლება მიყენებული იყოს რაღაცა გიღალატად, ვიღაცა ძალიან გაწყენინათ, გული გატკინათ. ან მეორე მნიშვნელობაც აქ ამას ისიც, რომ გულთან დაკავშირებით რაღაცა პრობლემები გაქვთ და აკონტროლებთ თქვენი გული, თქვენი სისხლძარღვები. ნუ ხართ სევდიანი, სევდაც როგორც თქვი უკვე, როგორც თქვი, როგორც წყენა აზიანებს ადამიანს, ისე სევდაც კლავს, ხო? ამიტომაც ეცადეთ, რომ გაათავისუფლოთ თქვენი გულიც და თქვენი გონებაც აი ნეგატიური ფიქრებისგან. და ორი კარტი მიანიშნებს იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთეთ ეს. რაც შეიძლება სწრაფად. ეს ნიშნავს იმასაც, თუ სამსახურში ხართ, სადმე მუშაობთ, გაერიდეთ რაღაც კოლექტივს, ან დროებით მაინც შეწყვეტეთ მუშაობა, იმიტომ რომ უკვე ძალიან გადაღლილი ხართ, უენერგიო ხართ, უკვე ყველაფერი ტოქსიკურია თქვენთვის და მართლაც ესე მოქმედებს, ყველანაირად ტოქსიკურად მოქმედებს. ამას გაფრთხილებენ თქვენი წინაპრები, რომ დროზე გაასწარი. ორი მინიშნება უკვე ამის, ერთი და მეორე. მოკლედ თქვენ საკუთარ მეზეცით პატივი, თქვენ საკუთარ სხეულს, იმიტომ რომ სული მოვიდა ამ ქვეყნად, შეჯდა ჩვენს ავატარში, ჩვენ სხეულში და სული მაშინ არის ბედნიერი, როდესაც სხეულიც ჯანმრთელია. ამიტომაც მეტი ყურადღება მიაქცევთ თქვენს სხეულს, თქვენს ფიქრებს, რომ არ მოხდეს ეს ფსიქოსომატური დაზიანებები. ვნახოთ კიდე რას გვეუბნებიან. დახმარება გექნებათ ადამიანისგან, რომელს თქვენ ძალიან გგავთ. შეიძლება ფიზიკურად გგავდეთ, შეიძლება ხასიათებით, შეიძლება რაღაც თვისებებით, სარკისებურად ირეკლავთ ერთმანეთს, აი ესეთი ადამიანი. შეიძლება იყოს ეს soulmate-საც ეძახიან ეს ადამიანებს, ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ. ამას გირჩევენ თქვენი წინაპრები, ენდეთ ამ ადამიანს და გვირჩევენ კიდევ იმას, რომ ბალანსი დაიცავით. ეს არის ბევრი შრომის კარტიც. ამ დასტაში ამას ნიშნავს დაიცავით ბალანსი ძილსა და მოქმედებას შორის. აქაც ძილის კარტი ამოვიდა, რა უცნაურია და აქაც. ანუ მეტი ძილი გესაჭიროებათ, მეტი დასვენება. ნუ ფიქრობთ, რომ რაღაცა რაც უფრო ბევრს ვიშრომებით, უფრო მეტი მომივა. ეგ კი კარგია, შრომად კარგია, ხო? მაგრამ ბალანსი უნდა დაიცვათ, ანუ ეცადეთ, რომ მეტი ძილი გაკლიათ თქვენ. მათთვის, ვინც ბავშვის მოლოდინშია, დაოჯახებულია და ანაც არ არის დაოჯახებული და პარტნიორთან ერთად ცხოვრობს, ეს არის ორსულობის მანიშნებელიც. ვინც ელოდებით გილოცავთ და ვისაც არ სურს ჯერჯერობით ბავშვის გარჩენა, მაშინ ეცადეთ, რომ ცოტა სიფრთხილე დაიცვათ ამ სფეროში. ახლა შემდეგი დასტა, სხვა დასტიდან ამოვიღებ კარტს, მაინტერესებს ავამატო. აი, ანალოგიური შეხედეთ. ძალიან გადატვირთული ხართ.
ყველა პასუხისგებლობა თქვენსია, მან ისე დაგხალათ, გამოგფიტათ, უკვე გამოფიტული ხართ. ორგანიზმი არის მაქსიმალურად გამოფიტული. ძალიან ანალოგიური მეორე ამოვიდა ბალანსის მე-14 ერთიანი მეთოდი. დაიცავით ბალანსი ყველაფერში, აბსოლუტურად. მოქმედებასა და დასვენებას შორის. ეს იმის მანიშნებელიც არის, რომ სვით ბევრი წყალი ენერგეტიკულად განიწმინდეთ. მოიშორეთ წყლითაც შეგიძლიათ მოიშოროთ ნეგატიური ენერგეტიკა. დაწმინდეთ ორგანიზმის შლაკებისგან, დალიეთ ყოველ დღე, ცადეთ, რომ ჭიქა ცხელი წყალი მაინც დალიეთ. უმეტეს კარგი იქნება თუ მოსედალებთ. ხო და ორგანიზმი გაიწმინდება წყლის საშუალებით. მინიშნებაც არის აგერ. თუ არ გიყვართ წყალი, მოუმატეთ მაშინ წყლის დოზას. იმიტომ მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დღეში ერთხელ სვავენ წყალს. და მერე უკვირთ, რატომ მტკივა თავი, რატომ ჭირს ასე, ვინმე რაღაც ხوار გამიკეთა. ამ დროს საკუთარ თავს არ სცემენ პატივს, არ აკონტროლებენ წყლის დოზას ორგანიზმში, წყლის მიწოდებას. იმიტომ რომ დეჰიდრატაცია, წყლის უკმარისობა იწვევს ძალიან ბევრ დაავადებებს. პირველ რიგში ენერგიას კარგავს ადამიანი, არადა ეს სამყარო შექმნილია და ეს სამყარო არის ენერგია. მიაწოდეთ ენერგია წყლის მეშვეობით, წყალი დაგეხმარებათ. მეორე მინიშნება იმის, რომ წყალი დაგეხმარებათ. თქვენი წინაპრები ამბობენ, რომ რაღაც უნდა შეისწავლოთ იმისთვის, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და თქვენი ჯანმრთელობაც, რა თქმა უნდა, პენტაკლების ჯანმრთელობაც არის და ფინანსებიც არის. მეტი ისწავლეთ, მეტი ინფორმაცია მოიპოვეთ, ეძებეთ ინფორმაციები, რითი დაეხმაროთ თქვენ თავს. რას გვაფრთხილებენ კიდევ, ხო. მოკლედ ეს კარტი იმას ძალიან აღნიშნავს, რომ ის ადამიანი, ვინც თქვენ ძალიან გაგაბრაზეთ და სადმე სამსახურში ან არ აქვს მნიშვნელობა, თუ სადმე გაგაბრაზეთ, ძალიან გაგაბრაზეთ, ეს ადამიანი სასტიკად დაისჯება. თქვენი წინაპრები ამბობენ, რომ თქვენ ფინანსურ კეთილდღეობას მოიპოვეთ. რა კარგი კარტია, როგორ მიყვარს პენტაკლების ტუზი. ერთსაც დავამატებ და ამით დავასრულებ. მოკლედ თქვენ წინაპრები გეუბნებიან, რომ თქვენი წინაპრები ამბობენ, რომ სიყვარული გელოდებათ. რა კარგი კარტია, 7 ჰარმონიული ცხოვრება. ბედნიერი მომავალი გელით. თავარია, აი ეს ტოქსიკურობა, აი აქ რაც ამოვიდა, ცა გაჩვენებთ ახლა. აი ეს ტოქსიკურობა მოიშოროთ, თქვენ თავს ცეთ პატივი და ორი კარტი მიმანიშნებელი იმის, რაც მართლა საყურადღებოა, არის ის, რომ სწრაფად ძალიან, აი თუ შესაძლოა, ესეც სწრაფის კარტია, ესეც სწრაფად მიხედეთ თქვენ თავს, სწრაფად მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას, სწრაფად მიხედეთ თქვენს ენერგიას, ენერგეტიკას, გაწმინდეთ ორგანიზმი, გაწმინდეთ სახლი ენერგეტიკულად და ყველაფერი, რა კარგი კარტი ამოვიდა, ყველაფერი იდეალურად იქნება. მოკლედ ესეთი იყო დღევანდელი გაშლა. ყველას გისურვებთ ბედნიერ ცხოვრებას, წარმატებას. ვინც ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, ყველას გისურვებთ გამოჯანმრთელებას, უფლისწყალობას და სულიერ სიმშვიდეს. კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.